გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო დღეს მინდა შემოგთავაზოთ unboxing-ი ერთი საუცხო ჭიბუხისა რომელიც დიდი ხანია მინდოდა დიდი ხანია ვცდილობდი მის შეძენას ხან რამ შემიშალა ხელი ხან რამ შემიშალა მინდოდა ზუსტად ეს ამ ფორმის და მე ხა როგორც იქნა მოახერხე ჩაომივიდა და მინდა ეს სიხარული თქვენ გაგიზიაროთ თქვენთან ერთად გავაკეთო მისი unboxing-ი საუცხო ჭიბუხია საუცხო ჭიბუხია თავისი თვისებებითაც და საუცხო ჭიბუხია როგორც საკოლექციო ჭიბუხიც და ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს დაიჭერს მე მგონი ჩემს კოლექციაში ამაზე ერთადერთი ჭიბუხია რომელიც ამაზე მეტად მინდოდა მასზე მე მოგახსენებთ ის პიტერსონის წარმოების არის და მოკლედ შევუდგეთ unboxing-ს უკვე მიჩვეული ვარ და ესეც სტანდარტულ შეფუთვაში არის ისევ ჩემი ნაცნობი მაღაზიებიდან ვიწერ ამას მაგრამ იცით რომ მაღაზიებს აქვს ბანი მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ის პლუსი რომ ახერხებ ეს მაღაზიები დარეგისტრირებული არიან eBay-ზეც და Amazon-ზე ამერიკულზე და ამიტომ აი ამ პლატფორმებით ვახერხებ ამ მაღაზიებში შესვლას მე თამბაქოს ვერ შეიძლება იმიტომ რომ ეს Amazon-ის და eBay-ის პოლიტიკა არის თამბაქოს არ ყიდიან არის ჩემი საყვარელი იტალიური ფირმა Savinelli სტანდარტულ შეფუთვაში მუხაოსი დატანილი არის შტრიხ-კოდით და აი მეორე მხარესაც თუ რა ჭიბუხი არის მისი ნომერი სერიული და გვამცნობს რომ ეს არის Savinelli ალიგატორი ბლუ ახლა კი წარმოგიდგენთ თავად ჭიბუხს ო ეხლა რა შიგთავსი არის უკვე აღარ მოვყვები რო არ დაგღალოთ მაგრამ ვინც პირველად უყურებს მაინც განთქვით მაშინ რომ ეს მოვიღაც ახალი ყავს ყოველივე სტანდარტული ბუკლეტი სარეკლამო Savinelli-ის თუ აი ამ დროისთვის აი ამ 24 წელს თუ 25 წელს რა აქვს Savinelli-ის ოფიციალურ გაყიდვაში თავის მაღაზიაში მეორე ბუკლეტი არის დავად Savinelli-ის მაღაზიის აქვე შტრიხ-კოდით რო თქვენ გადახვიდეთ Savinelli-ის მაღაზიაზე აქვე არის პატარა ისტორია Savinelli-ის საგარანტიო პირობები და საგარანტიო ტალონი საგარანტიო ტალონი აუცილებლად შეინახეთ იმიტომ რომ Savinelli-ის ძალიან კარგი საგარანტიო მომსახურება აქვს და დაზიანების შემთხვევაში მე შეგიკეთებთ ან გამოგიცვლით ჭიბუხს ნუ ეხლა იმას გამომეორდები რომ Savinelli როგორც ყოველთვის ადაპტორი 6 მმ-იანი ფილტრიდან უფილტროზე გადაყავს აღარ თუთავს რომელსაც მე მინუსად უწერ თავის საფირმო ტომარებში რომ შემდგომში ატაროთ და ამიტომ აი იმ საფირმო ტომარის ცალკე შეძენა მოგიწევთ ან რაიმე სხვა ჩასადებში ეხლა გიქთუნ Savinelli რაც არ უნდა მინუსი დაუწერო იმას ვერაფერს ვერ უზამრო ეს არის ფანტასტიკური ფირმა და წარმოებს ფანტასტიკურ ჭიბუხს აი ულამაზესი Savinelli ალიგატორი აი არ ვიცი მე ხა კამერა როგორ გადმოცემს მაგრამ ეს არის ბრიარის აი რა თქმა უნდა და იმ ბრიარზე აი ეს ალიგატორის ტყავის იმიტაცია რაც ფანტასტიკურად არის შესრულებული მაგრამ ყველაზე ფანტასტიკური არის აი ეს მოდელი რატომ მინდოდა ამ მოდელში გზნობლეს აი ეს ადგილი ნახეთ აი ალიგატორს აი დრონჩი თუ ცხვირი რო აქვს აი წინ აი აი ზუსტად ის ადგილი როგორ კარგად არის გადმოცემული და რაღაც ფანტასტიკური ლურჯი ფერის ბრიარი ეს აკრილის მუნჯლოგი რომელიც აი ეს ფერებში გადადის და ამ შემთხვევაში აი ამ მოდელში Savinelli
თავისი ლოგო ჩაანაცვლა. აი ალიგატორისთვის სპეციალურად შექმნილი ლოგოთია, აი ალიგატორის ყბები. თითქოს იმეორებს სავინელის ემბლემას. არ არის პატარა, მაგრამ არ არის დიდიც. და რა თქმა უნდა, სუბუქი. საშუალო ზომის და საშუალო სიღრმის ჯამი. არ ვიცი რა. ცოცხალი რო ნახავთ ამ ჩიბუხს, ათვალიერებთ. მე არ ვიცი რა. სუფთა ხელოვნების ნიმუშია. ეხა ჩიბუხად რო კარგი იქნება, უნდა თქვენ რომ სასწავლი არ მოხდა ამაზე, საუბარიც არ არის. მოკლედ ნახოთ. ხო, აი რა მინდოდა მეთქვა, როდესაც პირველად ხსნით ჩიბუხი ახალი რო არის, ძალიან ფრთხილად დაატრიალეთ, იმიტომ რომ ძალიან ჩაჭედილია, იმიტომ რომ ახალია. ჯერ ბევრჯერ არ ამოღებულა და ძალიან ფრთხილად დაატრიალეთ, რომ აი ასე დროს ძალიან ისეთი მოძრაობებით ჩიბუხი არ დააზიანოთ, რაღაც მიკრობზარი არ გაუჩნდეს აი აქ. ფრთხილად ამოიღეთ, ფრთხილად ჩასვით. ნუ, რა თქმა უნდა, ვეჩვიეთ ტრადიციულად ერთსალ ბალსას ფილტრს, აყოლებს, მე მგონი სარეკლამოდ, უფრო. და კარგი იქნება მე სავინელისთვის, ვცდილობ ყოველთვის შევიძინო და მქონდეს ეს ბალსას 6 მმ-იანი ფილტრები. ჩემი აზრით ძალიან კარგად ფილტრავს. სხვა ფილტრებთან შედარებით ცოტათი ძვირი გამოდის, მაგრამ ეს არ არის ის ფასი, რომ ამაზე ეკონომიის გაკეთება ღირდეს. ხო, გამოდის სხვადასხვა ფერში. არის მწვანე და თითქოს ალიგატორი მწვანე უფრო მის ბუნებრივ ფერთან ახლოს უნდა იყოს. ხო, ნიანგი მწვანე ვიცი, ჩვენ როგორც მიმინოში არის. მაგრამ მე რატომღაც აი ეს ლურჯი და აი ეს ლურჯი მუნჩტუკი რაღაც უფრო მომეწონა, არ ვიცი, ზღვასთან რო ვცხოვრობ, ამიტომ აი ლურჯი გადავწყვიტე, დიდხანს ვირჩევდი მწვანეს და ლურჯ შორის და გადავწყვიტე ლურჯი ამეღო. არის კიდე ყავისფერი და მგონი არის შავი. გამოდის ყველა ტიპის ჩიბუხი, ანუ აი ესეთი დამუშავებული, აი ეს ალიგატორი, არის ჩვეულებრივი ბილიარდი, არის პოკერიც, არის მე მგონი ჩარჩვარდენის გარდა თითქმის ყველა ტიპის გამოდის, მაგრამ ნუ აი ესეც მინდოდა მე კოლექციაში, მხოლოდ კოლექცია ხო არ არის ჩიბუხი, უბრალოდ გედოს მოხმარებაც, როგორც გითხარით, სხვადასხვა ტიპის ჩიბუხს სხვადასხვა ისჭირდება, აი მაგალითად ჩიბუხები არის, რომელსაც აი ესეთი ჯამი ჭირდება. ჯამი დიდი იყოს, ძალიან ღრმა კი არა, აი ესე იყოს დიდი და როდესაც ასე ჭარბად არის ჩიბუხი, მაგალითად ბერლის უხდება ეს და იმთან მოკლევს, სადაც ბერლი ჭარბობს და წამყვანი არის ბერლი. ხო? და ამიტომ აი ესეთი ტიპის არ ქონდა. ამ ტიპის ჩიბუხი და თან აი ფუნქციონირებაც საკოლექციოც და ნუ ახლა თუ გითხავთ კიდე სილამაზეც და ელეგანტურობაც აი ამ ფორმებს არ აკლია. ეს ფანტასტიკა. ძალიან მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდა ეს ჩემთან და იცი ახლა გამოვწვა ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იქნება ფანტასტიკური ჩიბუხი და თქვენც გირჩევთ. თან როგორც გითხარით, ეს სერია აღარ განმეორდება, ეს მგონი 4 თუ 5 წლის წინ თუ უფრო მეტი ის წინ გამოვიდა და ეხლა რაც არის დარჩენილი, ერთეულები არის სადღაც მაღაზიებში დარჩენილი და ფასი ყველა თვეში მგონი უკვე კატასტროფულად იზრდება და იზრდება.
ასე რომ თუ მოასწრებთ აუცილებლად შეიძინეთ და არ ინანებთ. ესეთი ჭიბუხი გექნებათ, რომ თქვენც სიამოვნებთ და აუცილებლად ჭიბუხის ყველა მოყვარული ადამიანი მოგაქცევთ ყურადღებას, ეს რა სილამაზე გაქვთ თან. ეხლა როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, ეთყობა კოლექციონერს არ გააჩერებს არაფერი და ჭიბუხის მოყვარულს. უბრალოდ რჩება ერთადერთი ჭიბუხი, რომელიც აი უსიკვდილოდ რომ მინდა რომ მქონდეს ჩემს კოლექციაში. უკვე მაქვს. Prostovat უკვე მაქვს. გზაშია, ჩამოვა. სანამ არ ჩამოვა და არ მივიღებ, მას არ ამოვიღებ, ჯერ არ დაემართოს გზაში და აი იმასაც რომ მივიღებ, იმას გაჩვენებს და გავაკეთებ unboxing-ს და ვიტყვიან აი ჩემი წერედი აუცილებელი ჭიბუხებისა უკვე შეკრულია. ნარჩენი უბრალოდ შევხედოთ როგორ გაგრძელდება, როგორ მიყვება ჩვენი ხობი ამას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.